საუბარი რაზეა, რომ ეს აქ კოლხური მოსახლეობა ხვდებოდა პასიურად, ну პირიქით ძალიან აქტიურად და სთავაზობდა მსოფლიო სავაჭრო სისტემას რაღაცას. არქეოლოგიური გათხრებიდან და ნუმიზმატიკიდან ჩანს ერთი რამ. თავდაპირველად მოგეხსენებათ, რომ აი ესეთი ნიშნი როგორც მონეტა ფული არ იყო ვაჭრობა. და ეს შემდგომში გაჩნდა. რადგან იყო ზოდებით, რაღაცა ნივთებით, ხანდახან ცხვარი იყო, თქვა ეკვივალენტური სავაჭრო ეკვივალენტი, მაგრამ აი ეს რასაც ქვია მონეტარული სისტემა საკმაოდ გვიანი იწყება. ფაქტი არის ერთი, ძველ ბერძნულ სამყაროში, აი სამყაროში, რომელიც დომინანტია მე-6 საუკუნის შემდგომში მსოფლიო სავაჭრო სისტემაში, მე-5 საუკუნეში ჩნდება ის კლასიკური მონეტარული სისტემა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. იგივე პერიოდში ჩნდება ახქემენიანებში მონეტარული სისტემა. კოლხური თეთრი მინიმუმ 9 საუკუნით თუ 1 საუკუნით არა უსწრებს თავის სიძველით ბერძნულ მონეტებს. დღეს ცხოვრებ ტომთა და ერთა შორის სოფლიოში. ქართველებს შეგვიძლია ვითრაბახოთ, რომ ყველაზე ადრე შექმნიან მონეტარული სისტემა. ეხლა ამას ამ მნიშვნელობა. მართალია, კოლხურ თეთრს, რომელიც სხვათა შორის მოქმედებაში იყო მე-20 საუკუნემდე, ჩიხტიკობზე იკეთებდნენ ქალები და გაჭირვებისას ჩვეულებრივად ვაჭრობდნენ, ამიტომ მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი. ანუ ეს კოლხური თეთრი ჩვენ შემოჩენილი გათხრებდნენ კი არა გვაქვს. პირდაპირ ყოველთვის იყო მიმოქცევაში. ამიტაც უნიკალურია ეს მონეტა. ეს 26 საუკუნის წინ შექმნილი მონეტა გათვლილი იყო საგარეო ვაჭრობაზე. მართალია, ეხა ამას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაპირებამდე არ მიუღწევია და ძირითადად მისი გავრცელების არეალი ვრცელდებოდა შავი ზღვის აკვატორიაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ამ მონეტას იყენებდნენ როგორც ეკვივალენტს აქ მოსული და თქვა ახალშენების გამკეთებელი ბერძნებიც. პირიქით, გარკვეულწილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მონეტარული სისტემის შემდგომში ეს ძნელად განვითარების ბიძგათაც იქცა და ერთადერთი სხვა ჩვენს მონეტების აი სიძველით კოლხურ თეთრს უტოლდება მხოლოდ აი ფრიგიულიდიური მონეტები. მაგრამ სამწუხაროდ ფრიგიულიდიური სამყაროს შთამომავლები პირდაპირ გაგებიდა ენობრივად დღეს კიდე კვლევის საგანია და არ ვიცნობ და არ ვიცით ხო ვინ იყვნენ. და ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ეხა რომელი უფრო ძველი იყო, თითქმის ერთი ეპოქაა. მაგრამ აი რაც იყო და მოქმედებაში დარჩა ბოლომდე ვიცით, რომ ეს კოლხური თეთრი. შესაბამისად, თავისი დივიდენდებით, თავისი ქულებით, თავისი წინადადებით შედის კოლხური სამყარო ბერძნულ სამყაროში. გარდა ამისა, ნახეთ რა არის საინტერესო, ეს არ იყო მხოლოდ ნედლეულის ბაზარი. სხვა ჩვენს დასავლეთ საქართველოს იყო ღარიბის სოფლის მეურნეობის პროდუქციით, ანუ არ ცხვარი, თქვა დასავლეთ საქართველოში არასოდეს არ იყო გავრცელებული, თქვა და დიდი დოზით. ხორბალსაც რაც შეეხება, ხო? მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის რაღაც ნაწილში ხარობდა. მე ვენახეობითაც უნიკალური ვენახიში შემიგვაქვს დასავლეთ ქართული, მაგრამ ცოტა. და შესაბამისად, დასავლეთ ქართულს მუდმივად უწევდა ამ დეფიციტის შევსება რაღაცით. და ეს რაღაცა იყო არა მარტო თქვა ხეთყის მიწოდება მღერჩენილობისთვის. არამედ ნახეთ საქვეყნოდ ცნობილი იყო სვანურ რაჭულ ზოგადად დასავლეთ ქართული ხეზე მუშაობა. ანუ მედურგლეობა და ხის ოსტატობა. ანუ პირდაპირ მზა პროდუქტის გაგიდვა ხდებოდა. მეორე რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან მაღალ დონეზე რა ეს თავდაპირველადაც ვთქვით მეტალურგია, ხო? და შემდგომში ჯერ კიდე ბერძნული სამყაროს აყვავებამდე ჩვენ გვაქვს კოლხური განცი, რომელიც იწყება კოლხური კულტურა, თქვა ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან და მოუყვება ჩვენკენ, ხო, დროით და ეს არის უნიკალური თქვა საევლერო ნაკეთობები. და ჩვენ ხედავთ, რომ ეს აქ არჩევა, აი ამ კულტურა გავრცელებას პოებს სწორედ დასავლურ სამყაროშიც. ანუ ნახეთ როგორ რაღაც იყო ჩვენი წინაპრები, არა მარტო თქვა ნედლეულს ყიდდნენ იმისათვის, რომ თვითონ რაღაც შეეძინათ, არამედ პირიქით მზა პროდუქციას ამზადებდნენ და რეალურად ეს ბერძნულ ქართული სამყაროსთვის თავისი მზა პროდუქტის გასაღების, გაყიდვის ასპარეზად იყო ქცეული, რასაც თქვა ადასტურებს როგორც თქვა იქაური კულტურის კვალი ჩვენთან ასევე ჩვენი კულტურის კვალი დასავლეთში. ეხლა რაც შეეხება გარდა ამისა თქვა უშუალო მონაწილეობას, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ისტორიულ პროცესებში. ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში საქართველოს ოკუპაცია როგორც ასეთი არ მოხდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ შემდგომ პერიოდში, რომ ქართული სამყარო ძალიან აქტიურად მონაწილეობს უკვე რომის
პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც საუბარია თქვა არგონავტიკასა და ტროას ომზე, ერთი რამ კაცრად იკვეთება სწორედ ტროას ომის ტექსტიდან, რომ თუმცა ამ ტროას ომის ტექსტს ძალიან ბევრ რამეში კითხვის ნიშნებს ახენებენ თვითონ ბერძენი ავტორები. არა მარტო ისტორიკოსები, არამედ ფილოსოფოსები. ახლა პლატონი და არისტოტელე აბსოლუტურად არასერიოზულად უყურებენ ტროას ომს პოლიტიკური თვალსაზრისით, ხოლო რაც შეეხება იგივე ჰეროდოტეც ამბობს, რომ საერთოდ ეხა მაშინ პარიზი საერთოდ და არ იმყოფდა ელენე, არ იმყოფებოდნენ ტროაში, ისინი ეგვიპტეში უნდა ყოფილიყვნენ და მოკლედ ეს პოეტურად არისო გადაწყვეტილიო, დიდი პოეზია და არა სიმართლე, თორე ტროას ომიო სინამდვილეშიო გრძელდებოდა 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო მეტი დროის განმავლობაშიო. სხვა ზღვის ხალხების შემოსევაა და მოიცავდა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთის პერიოდს და ანუ ეს იყო რაღაცა გრანდიოზული ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა და არა ერთი ლოკალური ბრძოლაო, მაგრამ როგორც ამ ავტორებიდან გამოდის, ჰომეროსმა ეს თქვა ერთ ამბავში აღწერა და შესაბამისად ჰომეროსისთვის რაღაცა პროცესი, რომელიც თქვა მოხდა საუკუნეებით ადრე, უბრალოდ წინათაობა, ანუ წინა ეპოქა, ეს წინათაობა. ჩვენ თუ მივხედავთ და შევხედავთ ამ პროცესს, როგორც მითოლოგიური თვალსაზრისით, აი როგორც უნდა დავინახოთ, რომ მამების თაობა ეს წინარე ეპოქაა, რომლიდანაც შენ მოდიხარ, შენი წინამორბედების ეპოქა, მაშინ ესეც კიდევ ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ შეიძლება 400-500 წლის წინანდელ ამბავს აღწერდეს ტროას, ისა არგონავტიკა ტროას ომთან შედარებით, იმიტომ რომ ესეთი გრანდიოზული მოვლენა, თქვა, თუკი ზღვის ხალხების შემოსევის ეპოქის სიმბოლო პოეტური აღწერაა, ესე შევთანხმდებით, თქვა, ტროას ომი, ხოლო პირველი არიული ტომების ექსპანსიის, ინდოევროპული ტომების ექსპანსიის, თქვა, მცირე აზიულ, ბალკანურ სამყაროში და შავიზღვისპირეთში აღწერა არის არგონავტიკა, მაშინ წინარე დორიული იყო სწორედ აქაურ-ხეთური, აქაელები და ხეთები, რომელიც მოხდა დაახლოებით დორიელების ექსპანსიამდე რამდენიმე საუკუნით, თქვა 400-ით, ну, რაღაც ტალღა შეიძლება 500 წელს ადრე დაიწყო და ეს თან პროცესი იყო და მერე გრძელდებოდა. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის წინათაობის, წინაპლეადის მოვლენა და ალბათ ელინურ, ინდოევროპული, ბალკანურ, ბერძნულ, მცირე აზიულ, ანუ რასაც ბერძნული სამყარო წარმოადგენდა ყველაზე ძველი პროცესი. და მათი ყველაზე ძველი პროცესი და ზიარება, თქვა, ცივილიზაციასთან დაიწყო ქართველურ კოლხურ სამყაროსთან ზიარები და რამდენიმე რამეს დავამატებდი, ეს საინტერესო რა არის, იცით? ეს არისო რაღაც მოგონილი, სხვა შორის ერთი რამეც არის, რომ ზევსის წინარე თებების ჰელიოსის შთამომავლად მიაჩნია დაიეტი, ხო? იგივე ამ მითოლოგიაში, ანუ ძველთაობა დავიყვანდნენ და საინტერესო რა რომ აპოლონიოს როდოსელი წერს ესეთ რამეს, რომ კოლხთა შორისო დღესაც მთავრობენ აიეტის შთამომავლები. დღესაც მეფობენ, ანუ ეს ისტორიული ჯაჭვი არ გაწყვეტილაო. მეორეც, ისინი ამ ყველაფერსო მათ შორის არგონა ესა რასაც წარმოადგენდა ოქროს საწმისιο, ანუ თქვა მას მიაჩნია რაღაც კრებულად, ხო მეტალურგიის და მედიცინით. კირბებით წერდენო. მათო თავისებური ძველებური წერლობა ჰქონდათ, სრულად განსხვავებული, თქვა და ელინურისგან. ანუ აქ არის წინარე რაღაც ქართველურ დამწერლობის ნიმუშებზე, რომელსაც თქვა აი გრაკლიანის გორასთან ჩვენ აღმოაჩინეთ, ხო, ორი დამწერლობის ნიმუში. შეიძლება იმის გავსწია საუბარი. შეიძლება კიდევ სხვა რაღაც იეროგლიფებზე ჩვენ ჯერ ეს არ ვცით. ამის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ აშკარად გვიმტკიცებს მესამე საუკუნის აპოლონიოს როდოსელი, რომ მის ეპოქაში რაღაც კირბები, რომელსაც კოლხები იყენებდნენ, არსებობდა და წესითო ამით მრავალი საუკუნის წინ უნდა შეესრულებინათ. თქვათ, მათ თავიანთი ნაწარმოები. ძალიან ბევრი რამ არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, რომ აშკარად ჩანს, თქვათ, მცირე აზიაში ეს წინარე, თქვათ, დნმ-ის დონეზე ჩვენ წინაპართა კვალი და გავლენა, ხო, პირდაპირ გათხრები მეტყოლებს, მაგრამ საინტერესო რა არის დამოკიდებულება აი იმ ძველი ბერძენი ავტორებისა, რომლებიც კი არ გამცირებენ და რაღაც გადამთილად კი არ მიაჩნიხა, არამედ აღიქვამენ ისეთ სამყაროც, საიდანაც რაღაცა შეიძლება ესწავლათ, საიდანაც თქვათ
მიეღოთ ბრინჯაო, მიეღოთ მედიცინა, რომლებიც მიაჩნდა თავიანთზე უფრო ძველად და მიაჩნდათ ეგვიპტელების თანამედროვედ, სხვა შორის მიაჩნდათ ევროპის ნაწილად. იმიტომ რომ აშკარად რასაც უწოდებს ფაზის ჰეროდოტ გულისხმობს, ჰეროდოტე ნამდვილად ამ მდინარის სახელში ჭოროხს იმ პერიოდის აღწერით, მას მიაჩნია რომ ანუ ჭოროხის ჩრდილო-დასავლეთით, რაც კი ტერიტორია, ყველაფერი ევროპაა. ანუ მთლიანად კოლხები მას გამოყვანილი ყავს ევროპის ნაწილად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ერთადერთი რამ რითიც დავამთავრებ. ეს დამოკიდებულება ბერძნულ სამყაროს, ელინურ სამყაროს, ქართველური სამყაროს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტებიც, იყო პრობლემებიც, ძალიან დიდხანს შეუნარჩუნდა. და მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა ესეთი ბერძენი სასულიერო მოღვაწე ისტორიკოსი მიხეილ ფსელოსი, რომელსაც აქვს სხვათა შორის აღწერილი აი ქართველების მონაწილეობა ბასილი მეორე ბიზანტიის იმპერატორის პერიოდის ბრძოლებში, ომებში. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ხომ? ბარდა სკლეაროსის აჯანყება, თორნიკე ერისთავი, ბარდა ფოკა, დავით კურაპალატი და ასე შემდეგ. და ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ის აღწერს, რომ მოვიდნენ ქართველები ბრძოლის ველს, ნახეთ როგორ უწოდებს და მოვიდნენ 10 ფუტის სიმაღლე ივერნი. ის ამბობს, რომ ქართველები გიგანტები არიან. რა თქმა უნდა, ეს გადატანილი აღწერილი, იმიტომ რომ 3 მეტრის სიმაღლის ადამიანი არ არსებობს. 10 ფუტი არის 3 მეტრი და 5 სანტიმეტრი. და რა თქმა უნდა, ამ სიმაღლე უბრალოდ როდესაც ის ქართულ სამყაროს აქებს, ადიდებს, აი რაღაც სიტუაციაში ამ ადამიანს, რომ უნდა რომ ფიზიკურ ქებაზეც გადავიდეს. მოკლე გადადის და ამბობს, რომ ქართველები გიგანტები არიან. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო და კიდევ ერთხელ ამჟღავნებს, როგორც მიხეილ ფსელოსის ეს ფრაზა, რომ 10 ფუტის ქართველები მოვიდნენ, შეიძლება ეს ისეთივე მითია, რა თქმა უნდა, როგორც თქვა, ჰეროდოტეს ბევრი მტკიცებულება, ან აპოლო არგონავტიკა, მაგრამ ამ ყველა მითში ჩანს დამოკიდებულება და ის წვლილი და როლი, რომელსაც სოფლიო კულტურის ერთ-ერთ უპირველეს აკვანში, ელინისტური სამყაროს აკვანში აქვს ჩასვენებული, ჩადებული და განხორციელებული ჩვენს წინაპართა